დილამშვიდობის 10 თითქმის 25 წუთი უკლია. მოგესალმებით. კვირის დასაწყისში ლონდონის სოთბისის სააუქციონო სახლის გალერეაში გაიხსნა გამოფენა, რომელშიც პოსტსაბჭოთა სივრციდან 6 ქვეყანა მონაწილეობს, მათ შორის პირველად და ოფიციალურად საქართველო. ამბობენ, რომ ყველა ქვეყნის მხატვრებს კულტურის სამინისტროს წარმომადგენლობა ახლდა თან გარდა საქართველოსი. ქართული დელეგაცია მხატვრებითა და ხელოვნებაცოდნეებით შემოიფარგლა მხოლოდ. რატომ არ ჩათვალა საჭიროდ საქართველოს კულტურისა და ძეგლთადაცვის სამინისტრომ დასწრებოდა ქართველების პირველ გამოფენა სოთბისის სახლში? ამაზე ოფიციალური კომენტარი მინისტრის მოადგილემ ჩვენი გადაცემისთვის გააკეთა. ძალიან მნიშვნელოვანი არის ქვეყნისთვის, იმიტომ რომ ეს კულტურული მიღწევა არის. ეს არის, რა თქმა უნდა, არა მარტო გაყიდვის, რა თქვა, ყიდვის კონტექსტში უნდა განიხილოს ეს, არამედ როგორც კულტურული პოლიტიკის შედეგი. ჩვენ როგორც ინდივიდუალური მხატვრები არა ვართ გამოსული, ჩვენ ვართ გამოსული როგორც ქართველი მხატვრები, ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ ქართველი მხატვრები გავიდნენ მსოფლიო ბაზრის კონტექსტში. ჩვენ ახლა საგანგებოდ, ასე ვთქვათ, მნიშვნელოვნად არ მივიჩნიათ კულტურის სამინისტროს თანამშრომლის დასწრება. ტაჯიკისტანი და უზბეკეთი თუ წავიდა უზბეკეთის კულტურის მინისტრი, ეს იმას ვანიშნავს, რომ ეს არის სწორედ იდეალური გადაწყვეტილება. ეს ამას არ ნიშნავს. არ არის აუცილებლად სოთბის აუქციონზე ხა ფრანგი მხატვრები რო იფინებიან ან სიტყვაზე ფინელი მხატვრები მინისტრები არ დაყვებიან. ქედევან კორძახია, ხელოვნებაცოდნე TBC Art გალერეის დირექტორი, რომელიც რამდენიმე საათის წინ დაბრუნდა ლონდონიდან, შემოგვიერთდა უკვე პირდაპირ ეთერში დილამშვიდობის საკითხი. შეიძლება ითქვას პირდაპირ წვინავიდან. შეიძლება ითქვას. გამარჯობა. თქვენ ახლა მოისმინეთ ოფიციალური კომენტარი სამინისტროდან. მე როცა დაგირეკეთ გახსნის დღეს, ეს იყო კვირის დასაწყისში ორშაბათს, თქვენ ძალიან გული დაგწყდათ და სატელეფონო საუბარში ახსენეთ კიდეც, რომ არ გახდათ სამინისტროს წარმომადგენლობა. ჩვენ მოვისმინეთ ეხლა, რომ ტაჯიკეთსა და მონღოლეთი არის თურმე სისწორე საქართველოსთვის. არ ვიზიარებთ ამ მოსაზრებას? არ ვიზიარებ არანაირად. ეხლა რა არის, იცით, აქ არის, აი კოკამ სწორედ აღნიშნა. ეხლა ეს არ არის ტრაგედია. მოდით შევთანხმდეთ ამაზე, რომ ვთქვათ, ეხლა წიწილებივით ხო არა ვართ, რომ ნამუშევრები გაგზავნილია, ყველაფერი აწყობილი და არაჩვეულებრივად ორგანიზებულია. მაგრამ ეს ნიშნავს, ეს არის სწორედ იმ თემის გაგრძელება, რაზეც ჩვენ არაერთხელ გვივაპარაკია პირდაპირ ეთერში, ქალბატონო. ეს არის იმის გაგრძელება, რომ მე ასე ვფიქრობ, რომ არ არის ეს ვიზუალური თანამედროვე ქართული მხატვრობა არ არის სახელმწიფოს პრიორიტეტი. არ ვიცი ახლა ეს რაღაცა გარკვეული ცვლილებების ბრალია და ამასში მოყვა ეს ამბავი, რომ ასე ხო უპატრონოთ არ ვიყავით ნამდვილად, იმიტომ რომ იქ უამრავი ნაცნობის და ვინც კი ვინმე ქართველი იქ მაცხოვრებელი არის, ყველა იყო, მაგრამ მინდა გითხრათ საელჩოს წარმომადგენლებიც არიან. და ძალიან ხმე რატომ ამბობ იცი? იმიტომ რომ ძალიან ბევრი სტოხი მე მყავდა მახდა მაგალითად იქაური ძალიან გამოცდილი და ძალიან საპატივცემულო ადამიანი ბილ მაკალესტერი, რომელიც მივიყვანდა გავაცანი აზერბაიჯანის კულტურის მინის, აზერბაიჯანის ელჩს და უცებ იქ გაირკვა, რომ ამ კაცის ბაბუა იყო პირველი ელჩი ბაქოში ბრიტანეთის. აი ესეთ ურთიერთობებში, აი ესეთ სამშეყრის დროს რაღაცა სერიოზული კონტაქტებიც მყარდება საქმეში, რაღაცა პერსპექტიული ამბები იგეგმება, აი ამის გარეშე არ შეიძლება. და თან ეს არის სახელმართლა, ესეც სწორედ თქვა ბოდის გიხდით, კოკამ სწორედ თქვა ეს რო იყოს ინდივიდუალურად რომელიმე მხატვრის წარდგენა, მაშინ შეიძლება კიდე დავფიქრებული ყავთ, მაგრამ როდესაც ლაპარაკია ქვეყნის წარდგენაზე 9 მხატვრის მეშვეობით მე ვფიქრობ, რომ ვიღაცა 2011-ში სოთბის აუქციონზე 500,000 ფუნტად გაიყიდა ფიროსმანი თურქები, თარიღი ზუსტად მახსოვს და მაშინ გარკვეულწილად პრეტენზიები, კულტურის მოღვაწეებმაც გამოთქვეს, თუმცა სახელმწიფომაც რაღაცა პოზიცია დააფიქსირა, რომ ანუ პრეტენზია იმაზე, რომ თანხა არ იყო სადარი ან შესატყვისი ნამუშევრისა და შეიცვალა რამე თუ რატომ არ ხდება ისე, რომ ან რამე მნიშვნელობა ხდება მოდით შევთანხმდეთ, ეგ არის ცოტა კითხვის ნიშნის ქვეშ დასმული თემა, იმიტომ რომ სწორედ ამგვარი აუქციონები განსაზღვრავს ფასს. ვინ თქვა რომ უფრო ძვირი ღირს ან უფრო ან ვინ თქვა რომ გიგო გაბაშვილი რადგან გაიყიდა 1,360,000-ად ასე ღირს. ეს არის შემთხვევის ბრალი და თუ კი ასეთი რამ ხშირად თუ მოხდება,
აი ხა მაგალითად მაშინ უფრო ადვილი იქნება აი ამ ფასების დარეგულება. აი ხა მაგალითად წამოსულის წინ სწორედ ველაპარაკე აი ამ სააუქციონო სახლის და კონკრეტულად ამ გამოფენის ორგანიზატორებს. და ასეთი რამ თქვეს რომ თუ კი აი ხლა ეს ყველაფერი არანორმალური რაოდენობის ხალხი იყო მართლა დედასგებიძე გარტყვი იმიტომ 800 კაცი მე ვთქვი რომ ხა მექანიკა ეს ვერნისაჟზე ხო გახსნაზე ვერნისაჟ 800 კაცი ხა მე იმ ეთერშიც ვთქვი რომ ჩართვაზე გითხარით რომ თუ კი თითო ქვეყნიდან იქნებოდა 100 კაცი 600-ია 53 ხო და ამ რაოდენობის ხალხი არ ყოფილა ბეკონის გამოფენის შემდეგ 92 წლის შემდეგ. მაშინ იყო სტატი ხო 60 ესე იგი 92 წელს იყო ეს გამოფენა და დაესწრო 740 კაცი და ეხლა დაითვალეს რომ იყო 800. თქვენ როგორ აფასებდნენ, არ ვიცი, აი რას აბრალებდნენ, არ ვიცი, ამ ხელა ინტერესს თქვათ ამ რეგიონის არ უნახავთ ასე ჯგუფურად წარმოდგენილი და იცით ძალიან საინტერესო ექსპოზიცია გამოვიდა. მიუხედავად იმისა, რომ მართლა 6 ქვეყანა იყო და სრულიად არათანაბარი სხვადასხვა ტიპის მხატვრები არიან. ნუ აი რა შორს მიდიხით აგერ შურა ბანძელაძე და ჯიბსონ ხუნდაძეზე ვახსენებ და თამრიკო კვეციტაძის აი ეს ნამუშევარია იქვე. ნუ აი ესეთი დიფერენცირებული ის იყო ავტორებისგან შედგარ ნამუშევრები სხვადასხვანაირი ნამუშევრები ეთიკოს გზაჯვარედინზე რატო ეწონა იმიტომ რომ სიტყვაზე საქართველოს და მე რაღაცა ანარი აბრეშუმის გზასთან კავშირში და ანარის ახალ ცხოვრებაში შებიჯების გზაჯვარედი ეხლა დაუბრუნდეთ ყველაზე მთავარს საქართველოსთვის რას ნიშნავდა ეს 5 დღეა იფინება 5 დღე ათვალიერებენ და 5 დღის განმავლობაში ჩვენ ვიცით რომ უკვე გაიყიდა კიდე არა წვილია თუ შეიძლება მოვამზადოთ მაშინ სინქრონი სატელეფონო ჩვენ ტელეფონით ჩავწერეთ რამდენიმე დღის წინ ევროპაში მოღვაწე ძალიან ჩვენთვის ძალიან ავტორიტეტული და ანგარიშგასაწევი ხელოვნებაცოდი გიორგი ლალიაშვილი ერთი წუთი სწორედ მისი სინქრონიდან ვიგებთ გაყიდვების შესახებ მერაბ აბრამიშვილის ტილო რომელიც უკვე გაიყიდა 35000 ფუნტად ეს არის ალბათ პირველი შემთხვევა როცა მისი თაობის მხატვარი ესე იგი $40000 დაიყიდა. ფასები არის 40-40000, 15000-დან 40000-მდე არის 100000-იანი. ყველაზე ძვირი ქართველი მხატვარი არის ჯიბსონ ხუნდაძე და შურა ბანძელაძე. აი თამარ კვესიტაძეზე გამოითქვა სურვილი, აი მე მესაუბრებოდა ეხლა ერთი იტალიელი კოლექციონერი და გამოთქვა სურვილი რომ უნდა შეძენა თამარ კვესიტაძის ნამუშევარი. პირველ რიგში დავასახელები თამარ კვესიტაძეს. ეს არის სრულიად სენსაციური ნამუშევარი. გაუჩინარება, აი ასე ქვია ამ ნამუშევარს. ასევე ჯიბსონ ხუნდაძის არაჩვეულებრივ ძალიან ძლიერი ნამუშევარი, რომელსაც ყველა საუბრობს. კოტე სულაბერიძე ახალგაზრდა ქართველი მხატვარია. დიახ, და რა აღებს კოტე სულაბერიძის ნამუშევარი? მეგონა 10-12 მე ვფიქრობ რომ 70% ნამუშევრების უნდა გაიგოს. სამ მხატვრიდან მეგონა 7-ვე უნდა გაიგოს. შეიძლება 9-ვე. არის ძალიან დიდი ინტერესი. აი დიდი ხანია უყურებ, არა ვიცნობ რა პოტენციური შეჯელები ვინც არიან, რუსები არიან, ისაც აქვს ეს ფული და აი აშკარად ქართველი მხატვრების მიმართ ეს არის რაღაცა ისე ძალიან სტანდარტი, აი მაღალი სტანდარტი, ეს მაინც ევროპა, რატოა ქართული. აი ამ სტანდარტს ის სხვა რესპუბლიკებს დაამბოდის მომწყვეტ, მაგრამ ვერ აკმაყოფილებს. ბატონ ქეთი, თქვენი პასუხი არ დაემთხვა ბატონ გიორგი ლალიაშვილის ამ თქვენ გავიტყდებათ ეს ჩართვა რა მომენტში იყო? აი სწორედ იმ გნიასის დროს მოხდა ჩემი ტელეფონით იყო ეს ჩართვა როგორც მახსოვს გახსნით რომ ეხლა რა ის მერაბ აბრამიშვილი? მე საგანგებოდ ვიკითხე ეს წამოსვლის წინ. სანამ არ მოხდება აი ფულის გადახდა, კონტრაქტზე ხელის მოწერა, ისინი არ ადასტურებენ, იმიტომ რომ რამდენიმე ადამიანია დაინტერესებული, არა მხოლოდ მერაბის ნამუშევარი. იქ ფარჯიანის ნამუშევარზეც არის, ვარაზის ნამუშევარზეც არის და აგერ თამრიკოს. უბრალოდ გიორგი ამ ხალხში ტრიალებს და იმის გამო ის ბრიტანეთში ცხოვრობს და არის ამ საქმის სპეციალისტი. ძალიან ბევრს იცნობს და უშუალოდ საუბარი ქონდა. შეიძლება მისი თანდასწრებით გამოთქვეს მართლა რაღაცა სურვილი, მაგრამ დადასტურება ამისი და მით უმეტეს თანხას რაც შეეხება ჩვენ არ ვიცით რა თანხა ადევს საერთოდ საინტერესო ეს რას ნიშნავს არ ვიცით მე ვიცი რომ წინასწარ იყო განსაზღვრული მაგრამ მასაიდუმლოები დღეს გიორგი ლალიაშვილი ამ თანხებზე ხმამაღლა საუბრობს უსტავიორთან არა რა თანხა ადევს ნამუშევრებს ჩვენგან ეს ვიცით მაგრამ სოთპესი ამ თანხად კი არ ღირს ანუ 35 ფუნტი სტერლინგი დაასახელა მერაბ აბრამიშვილის ნახატზე ხო გიორგი ლალიაშვილმა ანუ მე არ ვიცი რა თანხა დაადეს მე შემიძლია ვილაპარაკო იმაზე რა ადევს
ჩემ წარდგენილ ნამუშევრებს. აბთობარას ადებს 40,000, ჯებსონ ხუნდაძეს ადებს 35,000, შურაბანძელაძეს ადებს 20,000. საინტერესო რა პრინციპით ხდება ამის დადგენა, თუნდაც თქვენი ისეთ რა, აი ამ შემთხვევაში რაღაცა მნიშვნელოვნობის და შემოქმედებითი ბიოგრაფიის და რა თქმა უნდა ნამუშევრის ხარისხის. რატო ეს თანხები არა მეტი, არა ნაკლები ქაუწომთეთ შეგვიძლიათ უფრო დაწყლებით აგვხსნათ? რატომ და მე ეს 2 თვის წინ თქვი? იმიტომ რომ იმათ აქვთ რაღაცა თავისი გარკვეული საზღვარი. ეხლა ჩვენ მაგალითად ესე ვეუბნებთ, ეს ნამუშევარი ღირს მილიონი. ღირს, რა თქმა უნდა ღირს. ეხლა მაგალითად ავთვარაზის ეს ხარისთავი, ხო? ხარისთავი ეს არის სულ რამდენიმე ცალი არსებობს ასეთი და ვაშინგტონის მუზეუმშია ერთი, მეორე კიდე ევროპულ მუზეუმშია და ეს არის უკვე რაღაცას ნიშნავს. რაღაცა ეს ცენზი არის, ასე ვთქვათ. რაღაც რეიტინგულ ამბავში რაღაცა თავისი ისე. საერთოდ როცა ქვეყანა პირველად გადის ასეთი ოფიციალური სახით, ამ შემთხვევაში საქართველოს გულისხმობ თავის სამხატვრო სკოლით ლონდონში. არ ვიცი, მეშლება თუ არა თანამედროვე ხელოვნების უახლეს ისტორიიდან, მაგრამ ხომ არ უნდა იზრუნოს ვინმე რომ გამოჩნდეს ან მეცენატი, ან რაღაცა სტრუქტურა, რომელიც აი იყიდის ამ ნახატებს, გადაიხდის რაღაც თანხას, დაფიქსირდება, რომ ეს თანხა ნამდვილად ღირს ამ მხატვრების ტილოებში გადასახდელად და შესაძლოა მე სულაც ეს ნახატები დაედოს საფუძვლად თანამედროვე. დაფიქსირდება რას ნიშნავს? ესე იგი, როგორც ავტორმა რო დაადოს 50,000 ისე ვამბობ ის აბსტრაქტულ და იმან იყიდოს და ეს გამჟღავდეს, ეს ნიშნავს, რომ ეს ნამუშევარი არა, აი ხა რაც არის დადგენილი ფასები. ვთქვათ, ხო შეიძლება რომ არ გაიყიდოს. კი, გაინტერესებული არის, მაგრამ თქვენ თქვით, ხო, რომ ხელშეკრულება თუ არ დაიდო, თანხა თუ არ გადაიხადა, შეიძლება რომ არც გაიყიდოს ეს ნახატები. ჩვენ 1 ივლისამდე გვაქვს დრო. გამოფენა თარდება 12, მაგრამ 1 ივლისამდე ნამუშევრები იქ იქნება სოტბისის სააუქციონო სახლში. და როგორც წესი გაყიდვა და აი ამ ამბის აგორება ხდება შემდეგ და არა აი ამ ერთ კვირაში. კარგი, მაშინ თუ შეგიძლიათ მითხარით, რამდენად მნიშვნელოვანია ამ ნახატების გაყიდვა? ხო შეიძლება რომ ისინი არ გაიყიდოს? შეიძლება. მაშინ უნდა გამოჩნდეს თუ არა ვინმე მეცენატი რაღაც შევთანხმდეთ, აი ოკამაც ესე თქვა. და აბსოლუტურად ვეთანხმები. მხოლოდ ის ფაქტი, რომ ქართველი ავტორები მართალია, რომ უკეთესი იქნებოდა, რომ ეს ყოფილიყო ცალკე საქართველოს გამოფენა, ამ შემთხვევაში ახლა გიორგის ვეთანხმები, რომ ქართველები ნამდვილად გამოირჩევიან თავისი ხარისხით, აგერ არის კატალოგი და შეგიძლიათ ნახოთ. სხვა მართლა აი რაც თქვა ბატონმა გიორგიმ, ეს არის ევროპული მაღალი კლასი. ვისაც ეს კატალოგი არ აქვს თორემ მაპატიე რომ გაწყვეტინებს სოტბისის აუქციონს სოტბისის საიტზე შეგიძლიათ შეხვიდეთ ნახოთ მიმდინარე გამოფენის 3 ვიდეო რგოლი ერთ-ერთი საშუალება ჩვენ გვაძლევს შანსს ნახოთ ქართველების ნახატების ხოთთან მიმართებაში თუ არა და 3 ვიდეო გამოგცემთ საუკეთესო ექსკურსიის საშუალებას ამ ექსპოზიციისა. რამდენადაც ვიცი კონკრეტი პირველად ხდება რომ ქართული სკოლა რაღაც სუვერენულად ქართული სახელით გადის. აქამდე ალბათ საბჭოური გავლენა იყო და ეხლა თუ შეინიშნებოდა რაღაც ხშირად არის ხოლმე რომ რაღაც საქართველოს გაიგივება მაინც ბევრი შემთხვევა არც ყოფილა ქართველი არტისტის გასვლის. ეს იყო აი ეს მართლა გაბაშვილი იყო, გუდიაშვილი იყო და ფიროსმანი იყო. საბჭოთა კავშირთან იდენტიფიცირებულები ისინი არ იყვნენ. უბრალოდ საბჭოთა პერიოდში იყვნენ გამოფენილი, პოსტსაბჭოთა პერიოდში და რუსული სკოლის სახელით გადავიდა. შეგვიძლია ესეთი რამე ვთქვათ, აი რა დრო დაჭირდება იმას, რომ ქართულმა სკოლამ როგორც ქართულმა დაიმკვიდროს ისე რომ მართლაც მილიონი. ჩათვალეთ რომ ამ ფაქტით უკვე დაიმკვიდრა, იმხელა გამოხმაურება მოყვა. მე უბრალოდ არ მომეცა საშუალება რომ მენახა იქ ვთქვათ რა დაიწერა ამის შესახებ და რა სიუჟეტი ჯერა ხოლმე, იმიტომ რომ დაამალე ჩამოვედი და აი წეღანაც ვამბობდი. წელს თუ მოკლედ ძალიან კმაყოფილები არიან თვითონ გამოფენის ორგანიზატორები და აი ამ სახლის მესვეურები სოტბისის. გაისათაც და თუ პატარა ფინანსური ამოღებაც იქიდან მოხდა, მოხდა ისე ხო არ ხდება, ეს ყოფილი მათ ფინანსური დაინტერესებაც აქვთ.
მე გაისათოს მასში გაკეთება და აი მესამე ჯერზე უკვე აი აუქციონზე გატანაზე იქნება ლაპარაკი. არის ამის პერსპექტივა და ბოლო შეკითხვა ქაუტანქეთი ეს პროექტი რაც ეხლა განხორციელდა როგორი წარმატებაც მოყვა გამოხმაურების თვალსაზრისით გაყიდვებზე ჯერ არ შეგვიძლია თურმე საუბარი შეიძლება თუ არა ჩავთვალოთ რაღაც წინაპირობად არ ვიცი პირველ ნაბიჯად იმისთვის რომ ვინც ვოცნებობთ რეალობაში აგვიხდეს საქართველოს ეღირსოს თანამედროვე არტის გალერეა, თანამედროვე არტის მუზეუმი, მე მით უმეტეს ამ კითხვას გისვამთ თქვენ ცისფერი გალერეის ყოფილ დირექტორს. არ ვიცი, რამდენად შეიძლება შეიქმნას თანამედროვე არტის პლატფორმა ეხლა და ამ ეს პლატფორმა წარმოადგენდეს რაღაცა ერთ-ერთ პირველ საწინარს. იცით რა, მოდი დავიცადოთ როგორ დამთავრდება ეს ამბავი და იქება მართლა ჩათვალოს ჩვენმა თავრობამ და კულტურის სამინისტრომ, რომ ეს არის ძალიან აქტუალური ამბავი. აქ მარტო იმაზე არ არის საუბარი, რომ ხელი შეეწყობა, ვთქვათ, მოქმედ არტისტებს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დამწყებებისთვის, ახალგაზრდების, რომელსაც გზა არ აქვთ გაკაფული და ესე ვერ დაწოწეალობენ მაპატიეთ ამ სიტყვაზე, სახელოსნოა გამოფენებიც არ არის, დიდი გამოფენები არ არის. ყველა გალერეა აკეთებს თავისი ზომის და მასშტაბის და ინტერესის შესაბამის გამოფენას, ხო? ჩემი ფუნიკული არის თქვენი ინიციატივები. ჩემი ინიციატივა, ეგ ჩემი შვილი, ბოლო შვილი. დიდი მადლობა, ქეთი კორძახია, TBC Art გალერეის დირექტორი და სოთბისის გალერეაში ქართველთა და არა მარტო ქართველთა ამ დიდი ექსპოზიციის ერთ-ერთი ორგანიზატორი დღეს სულ მთელი ღამე გაათენა იმისთვის, რომ რამდენიმე საათის წინ ჩამოსულმა ლონდონიდან პირველად შეჯამება და მიმოხილვა ამ ექსპოზიციისა და მისი მნიშვნელობის შესახებ რუსთავი ერისთავის განცემის მაყურებელს ისე ამბნა. დიდი მადლობა ჩვენ ამ საკითხებად. დიდი მადლობა.